დაიწყო ევროპული არდადეგების 2021 წლის პროექტი, როგორც იცით, ძალიან მასშტაბური პროექტია. 300 აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდა იღებს ჯამში პროექტში მონაწილეობას. პროექტი მოიცავს როგორც შემეცნების, ასევე კულტურულ ნაწილს. საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ მათ უტარებს საათნახევრიან ძალიან საინტერესო ლექციას ადამიანის უფლებების შესახებ, ევროპისა და ნატოსში გაერთიანების შესახებ, ხოლო მეორე ნაწილი გახლავთ კულტურული და ესეთი ექსკურსიის ნაწილი, სადაც ბავშვები ათვალერივენ. დღეს ვიმყოფებით ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, სადაც კარგად იგრძნობა ის ევროპული გავლენა, რომელიც ოდითგანვე მოგვდევს და სიახლე გახლავთ ამ პროექტის ის, რომ წელს წინასწარ უკვე ვაანონსებთ თარიღებს, სადაც ახალგაზრდებს ვაძლევთ საშუალებას, რომ თავად დარეგისტრირდნენ და მიიღონ მონაწილეობა. ევროპული არდადეგები არის ძალიან საინტერესო ჩვენთვის საყვარელი პროექტი და იმედი მაქვს მონაწილეებისათვისაც, რადგან მოიცავს ორ მნიშვნელოვან კომპონენტს. ერთი ის, რომ ჩვენ ვცდილობთ მათ მაქსიმალურად მივაწოდოთ ინფორმაცია, სწორი ინფორმაცია, ცოდნა გავუყმაროთ, როგორც ნატოში, ისე ევროკავშირში გაწევრიანების პროცესების შესახებ, მიღწეული შედეგების შესახებ, გამოწვევების, თავდადებული პასუხისმგებლობის შესახებ ვისაუბროთ, უპასუხოთ მათ კითხვებს და ამავდროულად ამ პროექტის პარალელში ჩვენ ვაძლევთ შესაძლებლობას ბავშვებს, რომ მათ მოინახულონ და გაეცნონ საქართველოს ღირსშესანიშნაობებს. ეხლა ვიმყოფებით დღეს მაგალითად ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, საგურამოში. ძალიან ნიშანდობლივია, რომ სწორედ აქ მოხდა პროექტის პირველი ღონისძიების გამართვა. ძალიან მოხარული ვარ, რომ მყავდა შესანიშნავი სპიკერი, ბატონმანი ლევან გიგინეიშვილი და ამ პროექტში ჯამში სულ 300-მდე ბავშვი მიიღებს მონაწილეობას. მათ საშუალება ექნებათ მოინახულონ ვანის მუზეუმი, სათაფლია, ბათუმი, ზუგდიდი და მისცემს მათ შესაძლებლობას ერთის რომ გაიღრმავონ ცოდნა და ასევე მოინახულონ ეს ძალიან საინტერესო ადგილები, რომელიც ადასტურებს იმას, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი არის სწორედ ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი. ჩემი ლექციაში მე შევეხე ილია ჭავჭავაძის მემკვიდრეობას, საქართველოს ევროპულ არჩევანს, რომ ეს არჩევანი არ არის დღეს მოგონილი ან თუნდაც საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ 90-იანი წლების მერე რაღაც არჩეული პროექტი, არამედ ესაა დიდი მისწრაფება ჩვენი წინაპრების ილია, მანამდე კიდე სოლომონ დუდაშვილი, ნიკოლოზ ბარათაშვილი და ვილაპარაკე იმაზე თუ რას ნიშნავს ევროპელობა, რა არის განმანათლებლური ტრადიცია, რაც ევროპაში ჩამოყალიბდა, როგორც ცდილობდა ილია ჭავჭავაძე და მისი თაობა თერგდალოულები აი ამ ევროპული განათლების დანერგვას საქართველოში და რომ პიროვნული თავისუფლება და ეროვნული თავისუფლება უერთმანეთოდ არ არის, რომ ჯერ პიროვნება უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალ, შეგნებულ, ინფორმირებულ ადამიანად, ვისაც თავის პირადი აზრის გამოხატვა შეუძლია და გაბედულება აქვს ამ აზრის გამოხატვა ყველა საკითხზე და ეს აუცილებელი პირობაა, რომ საერთოდ მე ქვეყანაც დამოუკიდებელი და რეალურად თავისუფალი იყოს. გულწრფელი ადამიანი ისა, ვინც გულწრფელად ამბობს იმას, რაც წამს, რომ სიმართლე არისო და ასეთი თავისუფალი სულები უნდა იყვნენ და ვფიქრობ არიან კიდეც ასეთები. არ შეიძლება ასე ინერციით გაყვერნე ნებისმიერ ხმას, ხო? უნდა იყოს თუნდაც სახელმწიფო პოლიტიკა, რაცა ისიც უნდა შენი გონების შუქზე შეაფასო, კითხვები დაუსვა. ძალიან კარგი რომ ესეთი კითხვები არის და ესეთი დამოკიდებულება, რომ ყველაფრის კრიტიკულად განხილვის. ასე ჩამოყალიბდება ნამდვილი საქართველო, როცა ყველა შეიძლება თავისი გულწრფელი აზრის თავმად გამოხატო და ფორუმი სადაც შეიქმნება გულწრფელად მოაზროვნეების. სადაც ანალიტიკურ აზროვნებაზე იქნება დაფუძნებული მრჩევლობა და არა ისტერიულზე და დოგმატურზე. ვისაუბრეთ ნატოს შესახებ, კითხვა-პასუხის რეჟიმი გქონდა, გავიცანით ბევრი ახალი ადამიანი და კიდე მომავალში ვაპირებთ მსგავსი პროექტებში მივიღოთ მონაწილეობა. დღეს დავათვალიერეთ ილია ჭავჭავაძის მუზეუმი, დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ და ჩემი ერთ-ერთი სურვილი ის არის, რომ დავებრუნოთ დაკარგული ტერიტორიები. პირველად ჩავართ ევროპულ არდადეგებში და ძალიან მომწონს ეს პროექტი, რადგანაც უფრო განვითარდები, უფრო ძალიან შემეცნებითი იყო ეს ჩემთვის და ძალიან მომეწონა. მართლაც საუკეთესო პროექტი არის ეს წელს პირველად მივიღა მონაწილეობა ევროპულ არდადეგებში და მგონია რომ ასეთი პროექტები უნდა განვითარდეს ჩვენს ქვეყანაში, რათა ცნობიერება ევროპისა და ნატოს შესახებ და მიზნები გამოიკვეთოს და ცნობიერება ამაღლდეს ჩვენ საზოგადოებაში.